ალექსანდრე ყიფიანი, ჩვენი დღევანდელი სტუმარი გახლავთ სახალხო პარტიის ხელმძღვანელი და თავმჯდომარე ბატონი მამუკა გიორგაძე. დღევანდელი საუბრის თემა იქნება ვიზა ლიბერალიზაცია. ულოცავ მთელ საქართველოს ამ მნიშვნელოვან თარიღს და ამ მნიშვნელოვან მოვლენას. ბატონი მამუკა გაგვცემს შემდეგ კითხვებზე პასუხს და ვისაუბრებთ თემის ირგვლივ, რა სარგებელი შეიძლება მოიტანოს ამან პოლიტიკური თვალსაზრისით და პრაგმატული კუთხით განვიხილოთ ეს მოვლენა. ბატონო მამუკა, მოგესალმებით. გამარჯობათ. ძალიან გთხოვთ გვესაუბროთ აი ამ პრაგმატულ და პოლიტიკურ საკითხებზე. დიდი მადლობა. ეს უდიდესი წარმატება საქართველოს ხდება ცივილიზებული სამყაროს ნაწილი და ბარიერები გზაზე, როდესაც რაც შემაფერხებელი ბარიერები იყო ამ ურთიერთობაში, ნელ-ნელა იშლება და ევროპა მაქსიმალურად ცდილობს, ცივილიზებული სამყარო მაქსიმალურად ცდილობს ხელი შეგვიწყოს ჩვენ საქართველოს სახელმწიფოს იმაში, რომ რაც შეიძლება გაიოლდეს ადამიანების კონტაქტი ერთმანეთთან, მოხდეს კიდევ უფრო მჭიდრო ინტეგრაცია, კიდევ უფრო მეტად გაიოლება ყოფითი თემების და ასე შემდეგ, რომელიც აისახება იმაში, რომ ქრისტიანული სამყაროს ერთიანი სივრცეში საქართველოს ინტეგრირება მოხდეს. ეს არის უდიდესი პოლიტიკური ნაბიჯი და მისასალმებელია, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგა. ბუნებრივია ის გარემოება, რომ ეს არ არის პანაცეა ყველა ამ პრობლემების მოგვარებისთვის, რომელიც ჩვენ წინაშე დგას. ქართული სახელმწიფოს მშენებლობა ეს თავიდან ბოლომდე ჩვენზეა დამოკიდებული და გარკვეულწილად პროცესები, იგივე ამ ინტეგრაციის პროცესები ფერხდება იმის გამო, რომ ქართული სახელმწიფო არ არის ამისთვის მზად. რას ითხოვენ ჩვენგან? ფაქტობრივად ითხოვენ იმას, რაც მათი მოთხოვნის გარეშეც არის ჩვენთვის სასიცოცხლო აუცილებელი. პირველი, ეს არის ის, რომ სახელმწიფო ცხოვრება დაეფუძნოს ინსტიტუტებს და ინსტიტუტები წარმართავდნენ ჩვენ საზოგადოებრივ ცხოვრებას და არა პიროვნებები და მით უმეტეს უფუნქციო, მაგრამ ასე ვთქვათ, უფლებამოსილი პიროვნებები. მეორე მომენტი, ყველაფერი იყოს მოქცეული კანონის ჩარჩოში. რომ წერია კანონში ეს შეიძლება და ეს არ შეიძლება, ეს უნდა იყოს აუცილებლად გათვალისწინებული. რა თქმა უნდა, მთელ მსოფლიოში ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ გამონაკლისები არსებობს, კანონი ირღვევა და იმიტომაც არის კანონი სისხლის სამართლის კოდექსი და სხვა კანონები, რომ აი კანონის დამღებები კანონიერად იქნეს დასჯილი და შესაბამისად ითხოვენ ჩვენგან იმას, რაც ჩვენი სახელმწიფოსთვის აუცილებელია, რომ სამართლიანობა დამკვიდრდეს ქვეყანაში. სხვათა შორის ჯერ კიდევ ვეფხისტყაოსანში ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ერთი ფრაზას ამოვიკითხავთ, ჯერ კიდევ რამოდენიმე საუკუნის წინ, სადაც დიდი შოთა საუბრობს, რომ ქმნა მართლისა, სამართლისა, ხესა შეიგს ხმელსა ნედლად. აქ რელიგიური ელემენტი ახლა ჩვენ გამოვირიცხოთ და რაზეა საუბარი? სამართლიან სამართალზე. ანუ ითხოვენ ჩვენგან იმას, რომ სამართლიანი სამართალი იყოს ერთი მხრივ კანონის უზენაესობა და მეორე დამოუკიდებელი სასამართლო, სადაც ადამიანის უფლებები იქნება დაცული. ეს ალბათ თვითონ ჩვენგანის ოცნებაა და აქედან უნდა მივისწრაფოთ. ის რომ ითხოვენ, რომ საქართველოს გადადგას ნაბიჯები რეალური თვითმმართველობის დაფუძნების გზაზე. სამწუხაროდ საქართველოში ჩვენთან სოფელი როგორც ასეთი სამართლებრივი პირი არ არსებობს. სოფელის ჩვენთან დეფინიცია სოფლის არის დასახლებული პუნქტი. მეტი არაფერი. სოფელს არ აღავს თავისი თვითმმართველობა, სოფელს არ აღავს პატრონი, სოფელი არ არის არანაირი სუბიექტი სამართლებრივ ურთიერთობებში და ბუნებრივია, რომ თვითმმართველობის არარსებობა სახელმწიფოების ცხოვრების დღევანდელ მდგომარეობაზეც აისახება. სოფელთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ კომუნისტურ წყობას უფრო კარგი მოდელი ქონდა. სხვათა შორის კომუნისტურ წყობა მოარგო თავის თავზე მოარგო, ერთის მხრივ იყო სოფსაბჭოები
სამართლებრივი იურიდიული პირი, სოფსაბჭოები, რომელიც ფაქტობრივად ვერაფერს ვერ წმენდნენ, მაგრამ იყო ძლიერი კოლმეურნეობები. კოლმეურნეობის თავმჯდომარე იყო წარმმართველი, ანუ კომუნისტური, ასე ვთქვათ, წარმონაქმნი კოლექტივი იყო წინაპლანზე წამოსწეული და სოფსაბჭო მაინც არსებობდა. იურიდიული პირი, ასე ვთქვათ, გავსაზღვრელი სოფსაბჭო მაინც შენარჩუნებული ჰქონდა თვით კომუნისტებსაც კი გარკვეულად ვერ ასე ვთქვათ, ვერ გადაარდეს ბოლომდე სოფელი, თემი, ვერ მოსპეს მისი იურიდიული სამართლებრივი პირობა და ეს იყო ქაღალდზე, იძლეოდა ცნობებს და ასე შემდეგ სოფსაბჭო, მაგრამ ახლა სოფელში მთავარი მაინც კოლმეურნეობის თავმჯდომარე იყო. რადგანაც ახლა ჭყალებში დემოკრატია დამკვიდრდა ჩვენთან, ამიტომ მაქსიმალურად კოლექტივის აღარ არის არც სოფსაბჭო და სოფელი დარჩა გამოკიდებული ჰაერში და შესაბამისად ელემენტარულად სოფელის ცხოვრებს ერთმანეთთან არაფერი არ აკავშირებს, გარდა მეზობლობისა, რაც თავისთავად ძალიან დამღუპელია ჩვენთვის და ეს ყველაფერი იქითკენ არის, რომ არ ჩამოყალიბდეს თვითმართვადი ერთეულები ქვეყანაში. იგივე ითქმის პოლიტიკურ საკითხებზე, როგორც არის საარჩევნო თემები, ჯანსაღი კანონზე დაფუძნებული არჩევნები საქართველოს, ასე ვთქვათ, აუხსნელ ოცნებად კონკურენტულ გარემოში ჩატარებული, ჯანსაღ პირობებში ჩატარებული არჩევნები, ელემენტარულად ყველაფერს თავიდანვანებად ოცნებად გვაქვს ის, რომ ამორჩეველთა სია მაინც დავადგინოთ. ლამის სააკაშვილი, იმიტომ ჩამოვაგდეთ მისი ერთ-ერთი პრეტენზია მის მიმართ ის იყო, რომ ამორჩეველთა სია იყო ფალსიფიცირებული და იმ ამორჩეველთა სიით ხდება დღესაც არჩევნები, რაც თავისთავად ამხელს დღევანდელი ხელისუფლების მისწრაფებებსაც. ამიტომ, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ვიზა ლიბერალიზაციაზე, ეს რა თქმა უნდა არის წინადადგმული ნაბიჯი, ეს რა თქმა უნდა არის მისასალმებელი, მაგრამ ეს არ არის შემსვლელი ქართული სახელმწიფოსთვის სახელმწიფო შენობლებისთვის აუცილებელი ნაბიჯებისა. ამიტომ ჩვენ უნდა ეს აუცილებლად უნდა მოყვეს ამ პარალელურ რეჟიმში, უბრალოდ უნდა ვითარდებოდეს ამ საკითხებში ჩვენ გვეხმარებიან რეკომენდაციებით, ყველანაირად ცდილობენ რომ ჩავთონ ამ მაქსიმალურ პროცესებში, მაგრამ ახლა ჩვენს მაგივრად საქმეს ვერ გააკეთებენ, ეს ჩვენი გასაკეთებელია და სამწუხაროდ გვექნება შტაბ-ეშტილება, რომ საქართველოს ხელისუფლებები აი PR კამპანიებით უფრო ცდილობენ გადაფარონ ის გაუკეთებელი საქმეები, რომელიც ხდება. აი გუშინდელი კონცერტი, დღევანდელი ასე დემონსტრაციული გაფრენა ევროპისკენ, ისეთი აჟიოტაჟის, ხელოვნური აჟიოტაჟის შექმნა, შეკაიდება მიშვილო, ევროპაში თუ გინდა და ევროპისკენ თუ მიდიხარ, ევროპის გზაზე ვიზა ლიბერალიზაციის გარდა არის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი თემები, როგორც არის თვითმმართველობა, როგორც არის ნორმალური არჩევნები. კიდევ ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა ევროპასთან ჩვენი ინტეგრაციისა არის ეკონომიკური ვითარების გაჯანსაღება, ანუ იმ რეფორმების გატარება, იმ ანტიმონოპოლიური რეფორმების გატარება, იმ ეკონომიკის მასტიმულირებული რეფორმების გატარება, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას და რომელიც პირდაპირ აისახება თითოეული ჩვენგანის კეთილდღეობაზე. რაც უმთავრესი პირობა, იმ ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ მოსახლეობა, რომელსაც არ აქვს იმის უნარი, რომ აი ბოლო კვლევებით, მაგალითად ნატოს კვლევებით, ევროკავშირის კვლევებით, საქართველოს მოსახლეობის 60%-ზე მეტი ვერ ღებულობს იმ კალორიებს, რომელიც მან უნდა მიიღოს ქმედით უნარიანობისთვის. ევროპულ სტანდარტებამდე უნდა მიიღოს. ევროპულ სტანდარტებამდე, აი სწორედ ვიზა ლიბერალიზაციაზე კი არ უნდა იყოს მხოლოდ საუბარი. ამას კი არ ვამბობ, რომ ვამცირებ ვიზა ლიბერალიზაციის მნიშვნელობას, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა, რომ ფეხი აუწყოთ ამ ტენდენციებს, მაშინ ევროპული სტანდარტები უნდა შემოვიტანოთ არა მარტო გამგზავრებაში, არამედ უნდა შემოვიტანოთ იმაში, რომ საქართველოს მოსახლეობა იღებდეს იმ სტანდარტით საჭირო კილოკალორიებს, რაც დადგენილია ევროპის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ვიღებდეთ იმ მომსახურეობას, რომელიც დადგენილია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ყველაფერს თავი დავანებოთ ჩვენთან თავშუათ მთელი რიგ სფეროებში მონოპოლიზებული მდგომარეობის გამო
მოსახლეობა არის ფაქტობრივად დაუცველი და როგორც მომხმარებელი არავინ არ ცდილობს მის დაცვას. მაშინ როდესაც სამომხმარებლო საკითხები და მომხმარებლების უფლებების დაცვა ევროპის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მე სწორედ იმის თქმა მინდა რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს გადაფაროს რეალური პრობლემები იმ ზეიმით რომელსაც ჩვენს უერთდებით, მაგრამ მხოლოდ ამით არ გმაყოფილდებით. დიდი მადლობა. ზარი გვაქვს პირდაპირ ეთერში. გისმენთ? ალო. დიახ, გისმენთ ხალბატონო. გამარჯობათ, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ სტუმარს. იცით, ამ ლიბერალიზაციაზე უკვე იმდენ საუბრობენ და ესე ხდება აპელირება, რომ მეტი ხელისუფლებას არაფერი არ გაუკეთებია, რასაკვირველია ეს პოზიტივია, რომ ამით უნდა გადაფაროს ყველა ის მანკიერი მხარეები და ის საშინელება, რაც ქვეყანაში ხდება. თუნდაც 2 მილიონიან ქვეყანაში 1,5 მილიონი ადამიანი შიმშილობს და ადამიანები დაამსგავსეს ცხოველებს. და ევროპა ასეთ ქვეყნებს ნამდვილად არ უნდა იღებდეს. რამე თუ ჩვენ აფრიკის დონეზე ვართ უკვე დასულები და ხელისუფლება იმის ნაცვლად რომ ევროპას ბაძავდეს, აი სწორედ იმაში რომ ეკონომიკა განავითაროს, რომ ხალხი არ ყავდეს მშიერი და ის ვინც აღმუშავებს მისცეს კომპენსაციები, ამაში არ ბაძავს ევროპას, რაც ცუდია იმაში ბაძავს და რაც კარგია იმაში არ ბაძავს. ამიტომ ხალხს ეს ლიბერალიზაცია აბსოლუტურად არაფრად არ მიაჩნია, ნუ ახალგაზრდების გარდა რომლებიც რასაკვირველია ამ ქვეყნიდან გაქცევაზე ფიქრობენ და საერთოდ არანაირი უმრავლესობას პატრიოტული სულისკვეთება არ გააჩნია. ასე რომ ეს ლიბერალიზაცია ჩვენ არაფერს კარგს არ მოგვიტანს. ჩვენთვის თავარია ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკონომიკა, ჩვენი ნაციონალური სულისკვეთება, ჩვენი იდეოლოგია ქართული და ჩვენი პატრიოტიზმი, რასაც ხელისუფლება არ აკეთებს. იმიტომ რომ დიდი მადლობა ხალბატონო. კითხვა ხომ არ ქონდათ თუ მარტო პოზიცია თქვენი ესენი აკეთებენ. დიდი მადლობა. ხალბატონო, თავისივე შეკითხვაში და გამოსვლაში თვითონვე გასცა პასუხი იმ პრობლემებს, რომელიც მანვე დასვა. პირველი, ჩვენ უნდა მივესალმოთ ამ პროცესს, ჩვენი შვილებისთვის მაინც იყოს. იმიტომ რომ გავადვილდებათ სწავლა, გავადვილდებათ წავსვლა, მაგრამ ეს არც ერთ შემთხვევაში არ არის საპირწონე იმ პრობლემებისა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ და ხალბატონი საუბრობდა. ეს ჩვენი გასაკეთებელია. ჩვენ უნდა მოვთხოვოთ ხელისუფლებას შექმნას ისეთი კანონმდებლობა, რომ სტიმულირება იქნება გამდიდრებისკენ. სხვა შორის ჩვენი პარტიის წინაპრები 20-იან წლებში გამოვიდნენ ლოზუნგით გამდიდრდით. ზურაბაშვილის ცნობილი მოწოდება გამდიდრდით. ეს უნდა იყოს სტიმულირებული გამდიდრება. ან უნდა შეიქმნას ისეთი გარემო, სადაც თითოეულ ქართველს და ამ უნიჭიერეს ხალხს ექნება სტიმულირება იქითკენ, რომ რაც შეიძლება მეტი დოვლათის შექმნას და მეტი შემოსავალი კონდეს. მაგრამ ჩვენი ნიჭი რაში იხარჯება? ჩვენი ნიჭი იხარჯება იმაში, რომ რაც შეიძლება ასე ვთქვათ, გავაკეთოთ ყველაფერი, რომ სოციალურად დაუცველთა სიაში მოხვდეთ. გადავმალოთ ტელევიზორის შემოწმების დროს, მაცივარი, მოვაჩვენოთ თავი, დავმალოთ ისე რომ ასე ვთქვათ მაქსიმალურად უკეთ უმოქმედოები რომ მოხვდეთ ამ სოციალურ თასიაში. ხელისუფლება ცდილობს რომ მიიბას მოსახლეობა. რატომაც ჩება შტაბ-ეტილება ფაქტობრივი მასალებიდან გამომდინარე, რომ ხდება სტიმულირება გაღარიბებისკენ. სტიმულირება იქითკენ, რომ ეს დამშეული მოსახლეობა უფრო მართვადი გახდეს ხელისუფლების მოთხოვნების მიმართ, უფრო გახდეს პასიური საკუთარი უფლებების დაცვაში, უფრო მეტად შეძლოს ხელისუფლებამ და მისმა წარმომადგენლებმა საკუთარი კეთილდღეობის უზრუნველყოფა ამ გაჭირებული მოსახლეობის ფონზე, იმიტომ რომ შემდგომ მათი ყიდვა 5 ლარად და 20 ლარად არჩევნებზე მათი ხმების ყიდვა უფრო მარტივად შეიძლებოდეს და უფრო იოლად დაუждდეს. აი ამაში ხალბატონო გეთანხმებით აქაც ევროპა, არც აზია, აქ ჩვენს გარდა ამ საქმეს ვერავინ ვერ გააკეთებს და ჩვენი ამოცანა არის რომ როგორმე მოვახერხოთ ამ პრობლემების ზევით დავდგეთ. იგივე მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ რა გააკეთა ფარაონმა, როდესაც მოსეს სახით ებრაელმა ერმა უთხრა თავისუფლება მინდაო. პირველი რაც მან გააკეთა, ჩვენ ენაზე რო გადმოვიტანოთ, დაუმძიმა შრომის პირობები და გაუზარდა გადასახადები. რომ ძიმე სოციალური მდგომარეობის გამო უარი ეთქვა თავისუფლებაზე. ჩვენი ამოცანა არის რომ ერთი მხრივ მივხვდეთ ჩვენ სოციალურ მდგომარეობას, მაგრამ არ ვთქვათ უარი იმ იდეაზე, რასაც ქართული სახელმწიფო მშენებლობა ქვია, თავისუფლებაზე, პირად ღირსებაზე და ეს მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება, როგორც ჩვენ გვასწავლის სახარება, ერთმანეთის სიმძიმე ვიტვირთოთ და ისე აღვასრულოთ ჯულიგი ქრისტესი. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ შევქნა თვითმფრინავი, თვითმარდვადი საზოგადოებრივი ჯგუფები, რომელიც აიძულებს
აუცილებს ნებისმიერ ხელისუფლებას დაიცვას საზოგადოების ინტერესი. დიდი მადლობა. გისმენთ? მეგობრებო. გამარჯობათ. ალეგო. ბატონო ბატა გისმენთ. ან ტელეფონი ჩარტი ან რაღაცქენი მენატრებით არ ეკვამინა შენზე და ვერ გელაპარაკები. აატავარ გოგოვაშვილი. აი ხა. ახლა მამუკამ შესანიშნავად ახსენა რეზო გაბაშვილი. მაგრამ რეზო გაბაშვილმა ეს პირველად ილია ჭავჭავაძესთან წაიკითხა. ილია წერს რომ მერტო მომასწარე ქართველი კაცის გაფულიანებას საქართველოს გაფულიანებას საქართველოს გამდიდრებას მომასწარიო და ეს სწორია, ეს იყო ის სწორი ხაზი და რისთვისაც უნდა ვიბრძოლოთ. საქართველოს უნდა გადაიქცეს მატერიალური წარმოების, მატერიალური ეკონომიკის ქვეყნად. ჩვენ უნდა ვქნიდეთ თვითონ პროდუქციას და არა ვიყოთ ვაჭრობდეთ და არა მომსახურება განმავითაროთ მარტო და ტურიზმი. ეს არის ყველაზე მთავარი აქ. ხოლო რაც შეეხება ევროკავშირში გასვლას და ამ ლიბერალიზაციას, იმ ქალბატონის გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ამას აქვს უპირველეს ყოვლისა მორალური მნიშვნელობა, ეს ჩვენი აღიარებას ნიშნავს. ეს ნაბიჯია ევროკავშირისაკენ, თორემ ევროკავშირისში ქვეყნებში გასვლა და ეს ლიბერალიზაცია კი არ გაგვამდიდრებს და კი არ გაგვასუქებს. არამედ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის ჩვენი მორალური აღიარება და აი სწორედ ამან უნდა მოგვცეს სტიმული იმისა, რომ ხელისუფლებას მოვთხოვოთ ისეთი ეკონომიკური კურსის შემუშავება, რომელიც მატერიალურ სიმდიდრეს შექმნის ამ ქვეყანაში და საქართველოში 90% მისი მოსახლეობისა საშუალო ფენის წარმომადგენელი იქნება. ანუ არ იქნება ხელგაწმდილი ხელისუფლების მიმართ. გაიხარეთ. ამუკა მე მოგისმინე შენ გუშინ იყავი ცხინვალე და ალეკო დავირეკე. გაიხარეთ. დიდი მადლობა ბატონო ბაძა. მით უმეტეს ერთი მინდა ვთქვა, რომ მადლობელი ვარ ამ ზარისთვის, რომ მან დღეს ოპერაცია გაიკეთა და მიუხედავად ამისა მოძებნა ძალა თავის თავში და შემოგვეხმიანა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ბატონო ბატა. რა მაინტერესებს ბატონო მამუკა? აი ამ სოციალურ ფონზე, აი ასეთი მძიმე სოციალური ფონი, რომელიც და რეალურად არსებობს და ევროპა. როგორ შესაბამისობაში შეიძლება მოვიდნენ ჩვენი მოქალაქეები და რა საფრთხეები, რა პრაგმატული საფრთხეები პრაქტიკულად ჩვენ შეიძლება რეალურად უფრო დიდი საფრთხის წინაშე აღმოვჩნდეთ და აი ამასთან დაკავშირებით თქვენი აზრი მაინტერესებს. აი ბატონო ბატონო სწორად აღნიშნა, რომ ეს ჩვენი აღიარება, ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღიარებაა და ბუნებრივია, როდესაც შენ როგორც დამოუკიდებელი ცალკე სუბიექტი ხარ აღიარებული, პასუხისმგებლობას მოყვება ამას. ეს პასუხისმგებლობა გამოიხატება იმაში, რომ საქართველოს იღებს თავის თავზე ვალდებულებას რეადმისიის ხელშეკრულების სახით, იღებს თავის თავზე ვალდებულებას, რომ არალეგალურად ყოფი ევროპის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეები დააბრუნოს უკან. იღებს ვალდებულებას თავის თავზე, რომ აი ეს პროცესები, რომელიც უკავშირდება უკანონოდ ყოფნას ევროკავშირის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეებისა, იყოს მისგან დარეგულირებული და შესაბამისად საქართველოს მხარე ხდება ვალდებული ამ პროცესების ამ რეგულაციებზე. აქედან გამომდინარე, მე არ მემაჩნია სწორად ხელისუფლება ამ სრუმოლოდინებს რო ქმნის, რომ ისე როგორც ყოველთვის არიქა რამე ერთი ქმედება არის პანაცია ჩვენი უბედურების. ეს არ არის ჩვენი პანაცია, ეს კონკრეტულად წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ხელისუფლებას მართებს ეს სწორად აუხსნას საზოგადოებას. ჩვენ მქონდა ამის მაგალითები თუნდაც ისრაელთან მიმართებაში. როდესაც ზარზეიმით გვაცნეს, რომ უვიზო მიმოსვლა ისრაელში და ძალიან ბევრი
ქართველი მოქალაქე, რომლებიც მიდიოდა ისრაელში, ხდებოდა სერიოზული წნეხის ქვეშ, იმიტომ რომ ასე მარტივად არავინ არ აძლევდა მას საზღვრის გადალახვის საშუალებას და არც დღეს არ უნდა მოვიტყუოთ თავი, რომ ასე მარტივად შევალთ, დოკუმენტებია საჭირო, უპირველეს ყოვლისა საქართველოს უნდა დაუმტკიცოს ევროპას, რომ ისინი ევროპაში ქართველები სათახლითოდ, სამათხოვროდ არ მივდივართ. ან არ მივდივართ, რომ რაღაც იაფფასიან მონურ მდგომარეობაში მოპოვებულ სამუშაოს შეასრულებლად. ეს საქართველოს ხელისუფლების უმთავრესი ამოცანა უნდა გახდეს. დიახ, აქ უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები, აქ უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები და შესაბამისად არ შექმნათ პრობლემა საქართველოს ევროპის ურთიერთობის გზაზე. დიდი მადლობა. ზარია პირდაპირ ეთერში გისმენთ? გაიჩ. კარგით. რეკლამა ჩვენს ეთერში.